ჩერნობილის ტრაგედიიდან 40 წელი გავიდა. უკრაინის ქალაქ სლავუტიჩში პატივი მიაგეს ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას. ბელარუსის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქი კატასტროფის შემდეგ აშენდა, სადაც ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუირებულები დაასახლეს. ქალაქის ცენტრში რადიაციული საფრთხის სიმბოლოსთან მოსახლეობამ სანთლები დაანთო. 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილში მომხდარი კატასტროფისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე პატივი მიაგეს არა მხოლოდ ავარიაში დაღუპულებს, არამედ ყველას, ვინც კატასტროფის შედეგების შესამცირებლად სიცოცხლე გაწირა. მსოფლიოში ყველაზე დიდი ატომური ავარიის ლიკვიდაცია რამდენიმე წელი გაგრძელდა. ჯარისკაცები, მეხანძრეები, ინჟინრები, მაღაროელები და მედიკოსები საბჭოთა კავშირის ყველა კუთხიდან გამოიძახეს. ჩერნობილში ჯამში საბჭოთა კავშირის მასშტაბით 6000 ეგრეთ წოდებული ლიკვიდატორი ჩავიდა. 1986 წლის კატასტროფიდან 40 წლის შემდეგ ლიკვიდატორების ჯგუფი ჩერნობილს კვლავ ეწვია. მათი ადგილები მოინახულეს, სადაც თავად მუშაობდნენ. პირველი რამდენიმე დღე სადგურის წინ ვიყავით, სადაც ეწერა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური. მიწას ვამუშავებდით, შემდეგ დავიწყეთ გათხრა და მიწის გატანა. მერე ბინების გაწმენდას შევუდექით. იქ დაახლოებით 2-3 დღე ვიყავით. 40 წელი გავიდა, ვერ ვიჯერებ ეს რომ მოხდა. მაშინ პრიპიატი ლამაზი ქალაქი იყო, ახლა კი როცა შედიხარ, ყველაფერი დანგრეულია. ყველგან ხეებია, გზა გაუვალია, ვერც მანქანით გაივლი და ვერც ფეხით. არაფერი კარგი არ ხდება. უსაზღვროდ მადლიერი ვარ ჩემი ამხანაგების, უფროსების, თანამშრომლების, ახალგაზრდა ბიჭების გმირობის. მათ სიცოცხლე გაწირეს, რომ დღეს ჩვენ აქ მდგარიყავით. როგორც მეხანძრე, კარგად მესმის, მათ რომ არ გამოეჩინათ ეს გმირობა და არ დაეცვათ მსოფლიო, მაშინ კრატერი 200 კილომეტრის სიგანისა და რადიაციის რადიუსი 800 კილომეტრამდე იქნებოდა. ახლა კი ზონა მხოლოდ 30 კილომეტრია. ძალიან მიხარია, რომ ამ ჯგუფში მოვხდი და 40 წლის შემდეგ პირველად დავბრუნდი აქ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე. რა უნდა ვთქვა, სევდიანი ვარ, მტკივა, გარკვეული მოგონებები მაქვს, მაგრამ ეს ჩვენი ისტორიაა და მას ვერასდროს წაშლი. რამდენი რამ შეიცვალა აქ, იმ დროინდელსა და ახლანდელს შორის. ძალიან მიხარია, რომ ხალხს ეს ყველაფერი ახსოვს, რამდენი ძეგლია აღმართული. არის ასეთი გამოთქვა, ვისაც წარსული არ ახსოვს, მას მომავალიც არ აქვს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში, უკრაინაში მომავალი არსებობს, რადგან წარსული ყველას ახსოვს. საერთაშორისო მედია საშუალება Associated Press-ის ფოტოგრაფი ეფრემ ლუკაცკი, რომელიც ჩერნობილს 1986 წლის კატასტროფის შემდეგ იღებს, ამბობს, რომ ჩერნობილი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მასშტაბური ტყუილი იყო, სადაც ყველაფერს მალავდნენ. ფოტოგრაფმა, რომელიც ავარიის ადგილიდან დაახლოებით 2 საათის სავალზე ცხოვრობს, კატასტროფის შემდგომი პერიოდი ფოტოზე ასახა. მათ შორის პირველი მასობრივი ევაკუაცია. საბჭოთა კავშირის მცდელობა დაემალა ინფორმაცია და ლიკვიდატორების გმირული სამუშაოები. ყველაზე მეტად რაც დამამახსოვდა იყვნენ ადამიანები. ახსოვს როგორ შევხვდი ლიპეცკიდან ჩამოსულ მაღაროელებს, რომლებიც სარკოფაგის ქვეშ გვირაბს თხრიდნენ. არსებობდა საფრთხე, რომ ცხელი გამდნარი რადიოაქტიური მასა იატაკს გაარღვევდა და მიწაში გაჟონავდა. იქ რადიაციის დონე სასიკვდილო იყო. არა მხოლოდ საერთო დონე, არამედ ჰაერში გამოკიდებული რადიოაქტიური მტვერიც. ყოველჯერ როცა ისინი თხრიდნენ, ეს მტვერი ჰაერში იფანტებოდა. ამან ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. ისინი უბრალო ადამიანები იყვნენ, მაღაროელები, იცნობდნენ და ხუმრობდნენ. მაშინ მეც მათთან ერთად ვიცნობდი და ხუმრობდი. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ სასიკვდილოდ განწირული იყვნენ. ყველაზე მძიმე ბირთვული აფეთქებიდან 10 წლეულების შემდეგ ბირთვული კატასტროფის რისკები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით ისევ გაჩნდა. 2025 წელს რუსული იერიშების შედეგად ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ნაგებობა დაზიანდა. მეცნიერების ცნობით შემთხვევისას რადიაციამ არ გამოჟონა, თუმცა მსგავსი იერიშები დიდ რისკებს წარმოადგენს. თუ პარალელს გავულებთ ჩერნობილის კატასტროფასთან, როცა ის საშინელი ავარია მოხდა, ხალხი მთელი საბჭოთა კავშირიდან გაერთიანდა. 100,000-ობით ადამიანი ჩამოვიდა. სხვა რესპუბლიკამ ლტოლვილებისთვის საცხოვრებლებიც კი ააშინა. ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებოდით, მაგრამ როცა ეს რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, შოკში ჩავარდი, რადგან სრულად განსხვავებული ტიპის ადამიანები ჩამოვიდნენ. ესენი იყვნენ მტრები, რომლებიც აქ მოსაკლავად, გაანადგურების და გაუპატიურებისთვის მოვიდნენ. ამისთვის მზად არ ვიყავი. 4 აწლეულის შემდეგ სლავუტიჩისა და უკრაინის მოსახლეობას კვლავ მძიმედ ახსოვს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტრაგედია. თუმცა ახლა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა,
ისევ გაჩნდა იმის შიში, რომ ატომური საფრთხე ბოლომდე არ გამქრალა.